ყველა ნორმის დარღვევით. თავზე მეშობ წამოფარებული, მე უკანონოდ საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩავამიყვანეთ საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეწყვეტილი და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანდრი ოხანაშვილი იყოფებოდა იმ ბორდზე, რომელთაც მე მომიტაცეს. და თქვენთვის ალბათ გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს იძიებს ანდრი ოხანაშვილი. ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ ახლა. მე როგორ ვიპოვა სამართალი, სად დავიცვა თავი. როგორ ვანდო ჩემი თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი. როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელიც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე, ეგ იყო ერთადერთი მტკიცებულება ჩემს საქმეში, 2 წელი ჯოჯოხეთი მოგვიწყო მე და ჩემ ოჯახს. როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველოს. საქართველოს მოქალაქეები ყავთ ორად გაყოფილი და ერთ სხვა სამართალს უწყობ და მეორე სხვა სამართალს. მალე ალბათ 2 კონსტიტუცია იქნება მიღებული ჩვენთვის. და ზოგიერთები გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ, რომ აი რა კაია, ხო ხედავთ, წამება არ არისო. აბა კითხეთ ჩვენ მშობლებს თუ არ არის წამება. კითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების მშობლებს, სიდისის პატიმრების მშობლებს, მათ ოჯახებს, ზეამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება.